შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო სადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი. პირისპირ. რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. ბათუმში მე-7 ნაწილი მეორე. ბათუმში ქართული ჯარის ნაწილებმა აღიარეს საბჭოთა ხელისუფლება და დაამარცხეს თურქები, რომლებიც ქალაქის აღებას ცდილობდნენ. ჟლობა 17 მარტს შუაღამეს თურქეთის ჯარების სარდალმა თავის ბრძანებაში ბათუმის ოლქი თურქეთის ტერიტორიის ნაწილად გამოაცხადა, თავისი თავი კი ოლქის გენერალ-გუბერნატორად. ქართული არმიის სარდლობას განმეორებით ეძლეოდა წინადადება განეიარაღებია 24 საათის განმავლობაში თავისი ჯარები, ჩაებარებინა იარაღი და გაეყვანა ბათუმის ოლქიდან ყველა თავისი ჯარისკაცი. ამ თავხედურმა და უმსგავსო ბრძანებამ ყველა აღაშფოთა და იგი უპასუხოდ იქნა დატოვებული. ქართული ჯარის პატრულები და რაზმები თურქებს შეებნენ და ქალაქში თოფისა და ტყვიამფრქვევის სროლა გაჩაღდა. ბათუმელები ჯოჯოხეთურ ყოფაში ჩაცვიდნენ. ისინი იატაკზე წვებოდნენ და სარდაფებში იმალებოდნენ. თურქის სარდლის მოთხოვნილებანი იმ დროს იყო წამოყენებული, როდესაც საქართველოს რევოლუციური კომიტეტისა და ყოფილი მთავრობის რწმუნებულნი სადგურ საჯავახოში შეთანხმების პირობებს იმუშავებდნენ. შეთანხმების პირობები შეეხებოდა მთავრობის უარის განცხადებას ხელისუფლებაზე, საქართველოს ტერიტორიაზე საომარ მოქმედებათა შეწყვეტას და რევოლუციური კომიტეტის განკარგულებაში მყოფ ჯარების შეყვანას ბათუმში, გარეშე მტრებისაგან მისი დაცვის მიზნით. ესტატე მაყაშვილი, ვარდო, ნინო, ელო და პლატონ მოგველაძე საზღვარგარეთ წასასვლელი ნებართვით ხელში საღამოდანვე ნავსადგურში ყურყუტებდნენ. საზღვარგარეთ გასამგზავრებელი გემის მოსვლას ისინი წუთი-წუთზე მოველოდნენ, მაგრამ ცაში ნათელი ჩადგა. გათენდა კიდეც და გემი კი არსად ჩანდა. ნავსადგურში მთელი ღამე არეულობა, ყაყანი, წეწვა გლეჯვას უფევდა. პორტი მოედანი პორტთან და მახლობელი ქუჩები გზავრებით იყო სავსე. ყველა უიმედობას გამოთქვამდა, ამდენ გზავრს ერთი გემი როგორ დაიტევსო. მცველებისაგან მიტოვებულ საპატიმროდან გამოსული კომუნისტები ბათუმის რევოლუციური კომიტეტის შესაქმნელად თათბირზე შეიკრიბნენ. მის თავმჯდომარედ სერგო ქავთარაძე აირჩიეს. კომიტეტის წევრებად ფილიპე მახარაძე, მალაქია ტოროშელიძე და კიდევ რამდენიმე თბილისელი და ბათუმელი კომუნისტი. ბათუმის ქუჩებში ისევ ბრძოლა მიმდინარეობდა, როდესაც რევკომში ოფიცერთა ჯგუფი გამოცხადდა და ქავთარაძეს ახალი ხელისუფლების განკარგულებაში გადასვლის სურვილი განუცხადა. მათვე შეატყობინეს მას ფორტებზე, ყაზარმებში და ქალაქგარეთ ქართული ჯარის ნაწილების განლაგება. იმავე ღამეს რევკომმა იქ აგიტატორები დაგზავნა. ისინი ვალდებულნი იყვნენ აეხსნათ ჯარისკაცებისა და ოფიცრებისათვის, რომ მათ ბათუმი უსიკვდილოდ საქართველოსათვის უნდა შეენარჩუნებინათ,
თურქები კი ქალაქიდან გაერეკათ. კომუნისტების რაზმი გენერალი წულუკიძის მეთაურობით გაგზავნილ იქნა რკინიგზის სადგურის რაიონში. იმ 1500 ვაგონისა და ბაქანის დასაცავად, რომლებიც ჯერ კიდევ გადაყენებული მთავრობის განკარგულებით იყო აქ მოგროვილი და სხვადასხვა ძვირფასი ნივთებით დატვირთული. ბათუმის დაცვისათვის საჭირო იყო გამოცდილი მხედართმთავრის შერჩევა, რომელიც შესძლებდა ამ რთულ ვითარებაში ჯარის ხელმძღვანელობას და ქალაქიდან თურქების განდევნას. ერთადერთი მეთაური, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ჯარში და შესძლებს მისი ყველა ნაწილის შეკავშირებას, ერთხმად განუცხადეს ოფიცრებმა ქავთარაძეს, მხოლოდ გენერალი მაზნიაშვილი შეიძლება იყოს. იგი SS-ის ჩამოვიდა ჩაქვიდან საბარგო სადგურში ჯავშნიანი მატარებლით. ცოტა ხნის მერმე შავგრემანი ბრგე და ჯანსაღი კაცი გენერალი გიორგი მაზნიაშვილი ოფიცერთა ჯგუფის თანხლებით რევკომში მოვიდა. გენერალო, მიესალმა ქავთარაძე მაზნიაშვილს. კარგია რომ არ გახყევით საზღვარგარეთ გაქცეულ მთავრობას. არა, მათი გზით სიარულს არ ვაპირებ. სამშობლო ჩემთვის უფრო ძვირფასია ვიდრე გაქცეული მთავრობისათვის. შვიდად მიუგო მაზნიაშვილმა. ასე ჯობია. ჩვენ კი მათზე უფრო გვჭირდება ახლა თქვენი ცოდნა, სიმამაცე და საბრძოლო გამოცდილება. ასეთია რევოლუციური კომიტეტის გადაწყვეტილება. მე გელაპარაკებით როგორც რევკომის თავმჯდომარე. უნდა ახლავე ჩავუდგეთ სათავეში გენერალო ბათუმის დაცვის საქმეს. თუ ჩვენ სამხედრო პირებს დანაშაულად არ ჩაგვეთვლება ის, რომ მენშევიკების ჯარში მსახურობდით და ამისთვის პასუხს არ გვაგებინებთ, მზადა ვართ ახალ ხელისუფლებას ვემსახუროთ. ჩვენ სამშობლოს ვემსახურებით და არა მენშევიკურ პარტიას. მიუგო გენერალმა. თქვენი პასუხი ულტიმატუმს აღგავს. ჩანს საქართველოს რევოლუციური კომიტეტის მიმართვა მენშევიკურ მთავრობისადმი, რომელიც მათ რადიოთი გადაეცა, თქვენ არ მოგისმენიათ და არც წაგიკითხავთ. ქავთარაძემ მიმართვა აიღო და წაუკითხა. შემდგომი უაზრო სისხლის ზღვრის თავიდან აშორების მიზნით შეწყდეს სამხედრო მოქმედებანი. მათ, რომლებიც იარაღს დახრიან და დაგუნებდებიან, გარანტირებული ექნებათ ხელშეუხებლობა და მათი წარსული დავიწყებას მიეცემა. ის პარტიები და ჯგუფები, რომლებიც ცნობენ გადატრიალებას და საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებას, ამნისტირებული იქნებიან. ქავთარაძემ მოწოდება გადადო და მაზნიაშვილს მიუბრუნდა. ამრიგად ძველი სამსახურისათვის პასუხს არავინ აღარ აგებს. დაამშვიდა თავისი და ოფიცრების სახელით მოლაპარაკე გენერალი ქავთარაძე. მაშინ ჩვენ მზად ვართ ვიმსახუროთ, მიუგო გენერალმა, მაგრამ მაშინვე დასძინა. ქალაქის დაცვას, სამხედრო მოქმედებას ჯარი ესაჭიროება. მე კი ჯარი არ ამყავს. თქვენ ამბობთ, რომ ჯარი არ გყავთ? კითხა ქავთარაძემ. რამდენიმე სამხედრო ნაწილი არტილერიით უკვე მზად არის საომარი მოქმედებისათვის, მაგრამ მას საერთო სამხედრო ხელმძღვანელობა სჭირდება. რევკომი განდობთ თქვენ რევოლუციური ხელისუფლების მხარეზე გადმოსული ჯარების სარდლობას. ქალაქში განახლებულმა შმაგმა სროლამ დაჰფარა ქავთარაძის უკანასკნელი სიტყვები. გენერალო, დრო არ იცდის. გესმით რა ხდება ქალაქში? ცოტა ხნის დაფიქრების მერმე მაზნიაშვილმა მიუგო. თანახმავარ. ვღებულობ სარდლობას. ქავთარაძემ ხელი ჩამოართვა და ოფიცრებს მიმართა. ამხანაგებო, ბოლშევიკები დაუმტკიცებენ ყველას, რომ მათ 1000 ჯერ უფრო უყვართ საქართველო
ვიდრე საზღვარგარეთ გაქცეულ მენშევიკურ მთავრობას. ქავთარაძე ყოველგვარ დახმარებას შეჰპირდა მაზნიაშვილს. ჩემთვის უპირველეს ყოვლისა საჭიროა უთხრა გენერალმა, შენობა შტაბისათვის, ადიუტანტი, ცხენები, ბათუმის გეგმა, ქალაქის მიდამოების დაწვრილებითი რუქა და თქვენი აგიტატორები. გარნიზონის სამხედრო კომისრად დანიშნულმა თენგიზ ჟღენტმა ზომები მიიღო, რათა ყველაფერი, რაც სარდალმა მოითხოვა, ჩქარა და უნაკლოდ შესრულებულიყო. მაზნიაშვილი ტელეფონით დაუკავშირდა საჯავახოს ფრონტის ჯარების შტაბის უფროსს. აუწერა ბათუმში შექმნილი მდგომარეობა და სთხოვა ეცნობებინა გენერალ სუმბათაშვილისათვის, რომ იგი მის თანაშემწედ დაინიშნა. მერე მან განკარგულება გასცა, გაეგზავნათ საჯავახო ხიდისაკენ მატარებლები ბათუმში ჯარების გადმოსაყვანად. დილის 6 საათზე ქალაქის ქუჩებში რევოლუციური კომიტეტის დადგენილება გააკრეს. ბათუმის გენერალ-გუბერნატორად მაზნიაშვილის დანიშნის შესახებ. მაზნიაშვილმა მოსთხოვა ქიაზიმ ყარაბექირ-ფაშას, რომ იგი ბათუმიდან თავისი ჯარების ევაკუაციას შესდგომოდა. თურქების მიერ დაკავებული შენობები და ბარცხანის სანაპირო ბატარეა გაეთავისუფლებინა. ეს ულტიმატუმი ყარაბექირ-ფაშამ უპასუხოდ დატოვა. რევკომი ცდილობდა ქართველ და თურქ ჯარებს შორის შეტაკება არ მომხდარიყო და მოლაპარაკებას განაგრძობდა. ქიაზიმ ყარაბექირ-ფაშა ერთი მხრივ ირწმუნებოდა, ზადავარ შექმნილი მდგომარეობა შვიდობიანი გზით მოგვარდესო, ხოლო ამავე დროს თურქეთში პატაკებს გზავნიდა და სარდლობას დამხმარე ძალების გამოგზავნას თხოვდა. ამ პატაკებს ხელში იგდებდნენ მზვერავები და ქართული ჯარის შტაბში მიჰქონდათ. 18 მარტს 4 საათამდე ბარცხანისა და კახაბერის ფორტის რაიონებში ქართულ და თურქ ჯარებს შორის ცხარე ბრძოლა მიმდინარეობდა. დილის 6 საათზე ქავთარაძე სადგურთან მოთავსებულ სამხედრო შტაბში გაეშურა. როგორ არის საქმე? კითხა მან, როცა მაზნიაშვილის, მისი ადიუტანტის და შტაბის უფროსის მიერ დაკავებულ ოთახში შევიდა. არა უშავს, ზოგი რამ უკვე გავაკეთეთ, მიუგო გენერალმა. მაგიდაზე კონიაკის თითქმის ცარიელი ბოთლი იდგა. მიუხედავად იმისა, რომ გენერალს კარგად გვარიანად გადაეკრა, მან დალაგებით აუხსნა მოქმედების გეგმა ქავთარაძეს. დღეს თავს შევუყრი ქალაქში გაფანტულ ჯარის ნაწილებს. ხვალ შეტევაზე გადავალ და თურქებს გარეუბნებში, გოროდოკში შევრეკავ. ხვალ თუ არა ზეგ იერიშს მივიტან მთაზე. ფიქრობ საღამომდე ყველაფერი მოვათაო. მიუგო მშვიდად გენერალმა. როგორია არსებითი შანსები მაგისათვის? ოფიცრებისა და ჯარისკაცების განწყობილება შესანიშნავია. დიდი როლი მიუძღვის ამაში სამხედრო კომისარს ალავიძეს და თქვენს აგიტატორებს. გარდა ამისა, ჩვენ ჩინებული საველე და სამთო არტილერია გვაქვს. მათ კი მხოლოდ 2 და 3 ზარბაზანი. მთელი დღის განმავლობაში ქალაქის ქუჩებში ხელჩართული ბრძოლა მიმდინარეობდა. მეორე დღეს დილის 5 საათზე რევკომ შეატყობინეს, რომ მაზნიაშვილმა შეტევა დაიწყო. ქავთარაძემ გოროდოკისაკენ გასწია. მაზნიაშვილი ჯოხით ხელში პატარა დანგრეულ სახლთან იდგა და განკარგულებას იძლეოდა. იქვე იდგა ზარბაზანი, რომლის მახლობლად გათოკილი ასკერი ეგდო, თურქი მზვერავი. არტილერიისა და ტყვიან ფრქვევების ცეცხლი გაძლიერდა. დაიწყო იერიშის მზადება. მაზნიაშვილისა და ალავიძის თანხლებით ქავთარაძემ ჯარები დაიარა და ხმამაღლა მიესალმა მათ.
გაუმარჯოს თავისუფალ საბჭოთა საქართველოს, გისურვებთ გამარჯვებას. ჯარმა ერთსულოვნად ვაშა, ვაშა შესძახა. მაშ ასე გენერალო, ველი დღეს თქვენს ცნობას გოროდოკის აღების შესახებ, უთხრა ქავთარაძემ და მაზნიაშვილსა და ალავიძეს დაემშვიდობა. მას შემდეგ, რაც ქართულმა ჯარებმა თურქები პორტისა და საბარგო სადგურის მიდამოებიდან გარეკეს, რკინიგზის ასაქცევ ხაზთან, თამართან სამხედრო მატარებელი გამოჩნდა. რკინიგზის ხაზთან მდებარე ბატარეიაში ბარცხანაში დაბანაკებულმა თურქებმა იფიქრეს, ქართული ჯარის ეშელონი მოდისო და ეშელონის განსაიარაღებლად ბატარეა ბარცხანიდან გამოცვივდა. თურქები შესწდნენ, ის სამხედრო მატარებელი სადგურ საჯავახოდან გამოსული საბჭოთა ჯარების პირველი ეშელონი იყო. ბატარეა ბარცხანიდან გამოსულ თურქებს შარაგზის მხრით რკინის ჭიშკრის დახურვა დაავიწყდათ. ამ გულმავიწყობით ისარგებლა ჰაკგაუზის უკან მდგარმა ქართულმა ესკადრონმა, რომელსაც მამაცი პოლკოვნიკი ფრიდონ თუთფერიძე მეთაურობდა და გაღებული ჭიშკრით ბატარეა ბარცხანაში შეიჭრა. მოულოდნელობის გამო გარნიზონი დაიბნა და სასტიკი, მაგრამ უწესრიგო წინააღმდეგობა გაუწია ესკადრონს. ქართველმა მხედრებმა გარნიზონის ნახევარი ხმლებით აღუწეს. ცოცხლად დარჩენილი 218 ასკერი ტყვედ იგდეს და ისინი გენერალ მაზნიაშვილის შტაბში გაგზავნეს. იმ თურქებმა, რომლებმაც ეშელონის განიარაღება განიზრახეს, გაიფანტნენ, ნაწილი კი ტყვედ ჩავარდა. სადგურის შენობაში მოთავსებულ ბათუმის გარნიზონის შტაბში ქართველმა მზვერავებმა ჭაბუკი მხედარი მოიყვანეს. მას კავალერიის ჯარისკაცის გრძელი მაზარა ეცვა და ნაცრისფერი მაღალი ბუხრის ქუდი ეხურა, რომლის ქვემოდან ამოყრილი ქერათმის ბღუჯა შუბლზე გადმოხფენოდა. იგი მზით შეწუხებულ მოცისფერო თვალებს ნაბავდა და იღიმებოდა. მხედარმა თავისი ცხენი შტაბის წინ მდგარ ჯარისკაცს ჩააბარა. მორიგი ოფიცრის ოთახში შევიდა და შეატყობინა, რომ იგი გამოგზავნილია საბჭოთა საკავალერიო დივიზიის უფროსის ჟლობას მიერ გენერალ მაზნიაშვილთან. ჟლობა შიკრიკი მაშინვე ქართული ჯარის სარდალთან მიიყვანეს. სად იმყოფება ახლა თქვენი დივიზია? დაინტერესდა უპირველეს ყოვლისა მაზნიაშვილი. ბათუმის მახლობლად, აჭარის წყალთან. დაიცათ? გაოცდა გენერალი. როგორ გაჩნდით თქვენ აჭარის წყალთან? ახალციხიდან გოდერძის უღელტეხილზე გადმოვედით. ცნობა იმის შესახებ, რომ საბჭოთა ჯარებმა გოდერძის დაბუქული უღელტეხილი გადმოლახეს და ბათუმს ახალციხის მხრიდან მოადგნენ, ძალიან გააოცა და თანაც გაახარა მაზნიაშვილი, რადგან ბათუმში ჯერ კიდევ მძიმე მდგომარეობა იყო. მაზნიაშვილმა ჟლობა შიკრიკს მანქანა შესთავაზა და ის ქართველი ოფიცრების თანხლებით უკანვე გაბრუნდა. ბათუმის გარნიზონის სარდლობას თხოვდა საკავალერიო დივიზიის უფროს ჟლობას დაუყოვნებლივ ჩამოსულიყო ბათუმში. 2 საათის შემდეგ ჟლობა თავისი შტაბის უფროსის თანხლებით მაზნიაშვილთან გამოცხადდა. ისინი ერთად გაემგზავრნენ რევკომში. ჟლობა მაღალმა გამხდარმა მხრებში ოდნავ მოხრილმა ყუბანელმა კაზაკმა ქავთარაძეს შეატყობინა, რომ ის იჩქაროდა ახალციხიდან გოდერძის უღელტეხილზე გადმოსვლას, იმიტომ რომ ბათუმელებს დახმარებოდა. მაზნიაშვილმა გადაწყვიტა სტეპანკოვისა და ანარიის ფორტზე ჟლობას დივიზიის მხედრებით დაეჭირა.
რათა საშუალება მისცემოდა გაეგზავნა მათი გარნიზონები კახაბერის ფრონტზე, რომლის წინააღმდეგ თურქებს განუწყვეტელი და გააფთრებული იერიშები მიჰქონდათ. კახაბერის დაკავების მერმე თურქები ბათუმის ციხესიმაგრის ბატონ-პატრონი გახდებოდნენ. შლობა შეცვლა და მოითხოვა მიეცათ მისთვის საშუალება ტელეგრამა გაეგზავნა მე-11 არმიის უფროსის ჰეკერისათვის, მასზე დაკისრებული ამოცანის შესრულებისა და შემდგომი მოქმედებების შესახებ. 19 მარტს დილიდანვე კახაბერის ფორტის რაიონში თურქებმა ბრძოლა განაახლეს, მაგრამ პოლკოვნიკი ნამორაძის სამთო და საველე ბატარეები ისევ ბრწყინვალედ მოქმედებდნენ, რომ მათი იერიშები მოგერიებული იყო. თუმცა ნამორაძესაც ბევრი ხალხი გაუწყვიტეს და ზარბაზნებზე ახლა ოფიცრებს უხდებოდათ მუშაობა. რევოლუციურმა კომიტეტმა ნამორაძეს დასახმარებლად საარტილერიო საქმეში გამოცდილი ჯარისკაცები გაუგზავნა. მათ შორის მიტო ჩიკვაიძეც იყო. მიტომ კორნელი და კუკური ზარანდიაც წაიყვანა. განთიადისას ისინი თურქების წინააღმდეგ მოქმედ ერთ-ერთ ბატარეიაში მივიდნენ. დამხმარე ჯარების გამოჩენამ ბათუმის დამცველები აღაფრთოვანა. სტეპანკოვის და ანარიას ფორტებიდან გამოსულმა ქართულმა სამხედრო ნაწილებმა კახაბერის ფორტზე მოიერიშე თურქები ცხარე ბრძოლის მერმე უკუაგდეს. კახაბერის გარნიზონს შეუერთდნენ და ფორტი მტრისაგან შეუვალი გახადეს. თურქებმა ამ დღეს დიდი დანაკლისი განიცადეს. კახაბერის ირგვლივ ბაღები, ხანები და ხევები თურქების გვამებით იყო დაფარული. მოკლულთა შორის 2 თურქი შტაბ ოფიცერი აღმოჩნდა. მალე თურქები იძულებული გახდნენ ქალაქში დაკავებული ყველა შენობაც გაეთავისუფლებინათ და ბათუმიდან გასულიყვნენ. 20 მარტს დილით გენერალ მაზნიაშვილთან ყარაბექირ-ფაშას ადიუტანტი გამოცხადდა. მან განაცხადა, რომ თურქების ჯარები ბათუმს ტოვებენ და დინარე ჭოროხისაკენ იხევენო. ამას ისინი საბჭოთა რუსეთსა და თურქეთს შორის 1921 წლის 16 მარტს დადებულ ხელშეკრულების თანახმად ჩადიოდნენ. ამრიგად მენშევიკური მთავრობის ცდა, რათა თურქეთსა და საბჭოთა რუსეთს შორის ომი გამოეწვიათ, ჩაიფუშა. ბათუმის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში კორნელის ბევრი მეგობარი დაიღუპა. მათ შორის სტუდენტები მიტო ჩიკვაიძე, კუკური ზარანდია, ლადო მეტრეველი, შოთა ვადაჭკორია და მაყვალა ყანჩაველი. მიტო თავში იყო დაჭრილი. იგი ცნობაზე არ მოსულა, ისე გარდაიცვალა ჰოსპიტალში. კორნელი ისე მწვავედ განიცდიდა მიტოს სიკვდილს, როგორც ასპინძის ბრძოლაში დაღუპულ გრიგოლ ცაგურიშვილისას. ბათუმის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში დაცემულნი, მათ შორის 100 სტუდენტიც, დიდი სამხედრო პატივით დაკრძალეს აზიზეის მოედანზე. ძმათა სასაფლაოს წინაშე უქუდოდ მდგარი კორნელი ქართველი ხალხის სიმამაცეზე და გმირობაზე ფიქრობდა. გული წყდებოდა, რომ ახლო წარსულში, სულ აგერ ახლა ქართველი ხალხის ძალას და ნებას მისთვის უცხო ხელისუფლება ბორკავდა. ესტატე, ვარდო და ნინო, როგორც სხვა მრავალი ხიზანი, ამაოდ ელოდნენ საზღვარგარეთ გასამგზავრებელ გემს. გადატანილი შიშითა და შფოთით დაღლილნი და გალახულნი, ისინი თბილისში დაბრუნდნენ. აქ მათ გაიგეს, რომ პლატონ მოგველაძე და მიხა მაჭავარიანი ქვეითად ჩასულიყვნენ მოსაზღვრე სოფელ სარფამდე. იქიდან ნავით ტრაბზუნში და მერმე კი გემით კონსტანტინოპოლშიც ამოუყვიათ თავი.
მათ ადვილად გაცვალეს სამშობლო, რომლის გამო ასე ლამაზად უყვარდა ლაპარაკი პლატონს, სულიერად განადგურებული და გაპარტახებული ემიგრანტის ცხოვრებაზე.